დღევანდელი შეხვედრა მინდა დავიწყო და თქვენი ყურადღება გავამახვილო საკითხზე, რომელიც ალბათ ყველას უკვე შეგიმჩნევიათ, თემაზე, რომელიც ერთმნიშვნელოვნად არის თბილისელების უპირველეს ყოვლისა და არა მხოლოდ თბილისელების ძალიან სერიოზული აღშფოთების საგანი და ეს უკავშირდება პირდაპირ პროპორციულ იმ სრულ გაუგებრობას, რაც ხდება ქვეყნის მთავარ, ყველაზე მნიშვნელოვან, ყველაზე ლამაზ და ყველაზე ისტორიულ რუსთაველის გამზირზე. ეს არის რეალობა, რომელმაც პრაქტიკულად რუსთაველის გამზირი დღესდღეობით, დღესარსებული სიტუაციით პრაქტიკულად მორალურად და ყველანაირად გაანადგურა და დააზიანა. ეს არის ამ შემთხვევაში საუბარი რამდენადაც ჩემთვის ცნობილია კომპანია დაბი ჯგუფის მიერ წამოწყებულ სასტუმროს მშენებლობაზე, რომელიც რატომღაც რუსთაველზე გადაწყდა, რომ უნდა იყოს 40 სართულიანი, რომელიც არის ტყუპისცალი ბათუმში რედისონის შენობისა, რომელიც თავის მხრივ შეიძლება ძალიან ლამაზი შენობაცაა და ძალიან ორიგინალური და ძალიან თანამედროვეც, მაგრამ ამ ყველაფრის ოპერის თავზე და ეგრეთ წოდებული იმელის შენობის თავზე აღმართვა ნიშნავს იმას, რომ რუსთაველი პრაქტიკულად ის რუსთაველი აღარ არის, რომელიც ჩვენ აქამდე ვიცოდით. ეს რუსთაველის გამზირზე აღარ არის მშენებლობა, ეს არის ნგრევა. პრაქტიკულად ეს არის მდგომარეობა, როდესაც არც ერთი რუსთაველზე არსებული ის შენობა, რომელიც ქმნიდა ამ ისტორიული გამზირის იერსახეს და ურბანულ ქსოვილს, აღარ არის დომინანტი. აღარ არის საუბარი ოპერაზე, იმელის შენობაზე, რომელ წერტილშიც არ უნდა დადგეთ რუსთაველის გამზირის, აი ეს მონსტრი ყველა მხრიდან არის დომინანტი და სრულ გაუგებრობას ქმნის ამ შემთხვევაში რუსთაველის გამზირზე. ამას თავი დავანებოთ მის იერსახეს და მის ვიზუალურ მხარეს. წარმოიდგინეთ ძალიან მარტივი რამ, დიდი არქიტექტორობა ამას არ ჭირდება, რომ მიხვდეთ, რომ ეს არის უზარმაზარი დაწესებულება, სასტუმრო იქნება თუ რამე სხვა და თაბუკაშვილის ქუჩაზე, რომელიც ვერ ატარებს დღეს ორმხრივ მოძრაობას, იმდენად ვიწრო და პატარა ქუჩა არის, ყველა მიხვდებით, რომ რაოდენ დიდი პარკინგიც არ უნდა გაუკეთდეს ამ შენობას. ოპერა და იმელის შენობა რო პარკინგად იქნეს გადაქცეული, ასეულობით მეტრის რადიუსში პარალიზებული იქნება მთელი ტერიტორია. ეს ვერ გაატარებს ვერანაირად იმ ნაკადს, ვერც ადამიანებისა და ვერც ტრანსპორტისა, რომელიც დარჭირდება მის ფუნქციონირებას. ეს არის კიდევ ერთი საშინელება, რომელიც სამწუხაროა, მაგრამ დაუშვა ქალაქის არქიტექტურის სამსახურში არსებულმა სპეციალურმა საბჭომ, რომელიც გასცემს ნებართვას აი ამდაგვარი საშინელების გასცემებართვა ამდაგვარი საშინელების აშენებაზე. მე ძალიან მაინტერესებს იმ ადამიანების გვარები და იმ ადამიანების мотиваცია, რომლებმაც ნახეს რა ეს პროექტი, რომ უნდა აშენებულიყო ეს რუსთაველის გამზირზე, დებართვა მისცეს და მწვანე შუქი აუნთეს მას. კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ მე არანაირად არა ვარ მოწინააღმდეგე არც სათამბჯენების დღეს და არც თქვათ იგივე შუშის ხიდების გუშინ. უბრალოდ ყველაფერს მინდა რომ კონდეს თავისი ადგილი, თავისი დანიშნულება და შეესაბამებოდეს იმ გარემოს, რომელშიც ის კეთდება და რომელშიც ის შენდება. ეს შენობა კიდევ ამბობ, შეიძლება ვიზუალურად ვინმეს მოეწონოს და ვიზუალურად ძალიან საინტერესოც იყოს, მაგრამ დიდი ღომში შექმნიდა ძალიან საინტერესო სივრცეს. მიიზიდავდა უამრავ ახალ ინფრასტრუქტურას, მიიზიდავდა უამრავ ახალ კაპიტალს და მიიზიდავდა უამრავ საინტერესო პროცესს და შექმნიდა რაღაც გარკვეულ ბიზნეს ცენტრის იერსახეს თბილისში ახალი მიმართულებით, მაგრამ რუსთაველის გამზირზე ეს არის კატასტროფა. შესაბამისად, მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მე არა ვარ ამ საქმის პროფესიონალი, მე არა ვარ არც არქიტექტორი, არც მშენებელი, არც მაგ საქმესთან რაიმე შეხებაში მყოფი ადამიანი და არ მაქვს განსაკუთრებულად კომპეტენტური აზრი ამ თემაზე. ამიტომ ძალიან ვთხოვ ყველა იმ ადამიანს, ვინც არის ამ საქმის მცოდნე, იქნებიან ესენი არქიტექტორები, იქნებიან ესენი შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციები, მხატვრები, შემოქმედები, არ ვიცი, ყველა ის ადამიანი, რომელსაც ეს თემა თავისი პროფესიული კუთხით რაიმე დონეზე ეხება, რომ გამოვიდნენ და ძალიან სერიოზულად სასწრაფოდ დააფიქსირონ ერთმნიშვნელოვნად თავიანთი პოზიციები და რაღაცა ფორმით მოხერხდეს აი ამ საშინელების და ამ გაუგებრობის ან შეჩერება, ან მისი დემონტაჟი, ან ამ კონსტრუქციის დაშლა და გადატანა სხვა ტერიტორიაზე. მე რამდენიმე მოსაზრება, რამდენიმე ინტერვიუ წაკითხული მაქვს ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ადამიანის გიგა ბათიაშვილის ამ სფეროში პროფესიონალისა, რომელიც აცხადებს, რომ ეს არის ისეთი კონსტრუქცია, იმიტომაც აშენდა ასე სწრაფად, ბოლო ერთ თვეში წამოიჭიმა ის, რომ ვერავინ რეაგირებაც კი ვერ მოვასწარით.
ეს არის ისეთი კონსტრუქცია, რომელიც ისევე ადვილად დაიშლება, როგორც ადვილად აეწყო. ეს არის ასე ვთქვათ, მეტალის შუშის კონსტრუქცია, რომელიც ძალიან ადვილია მისი დაშლა და სხვა ტერიტორიაზე გადატანა. ოღონდ ამას სჭირდება ძალიან სერიოზულად საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და ძალიან მკაცრი პროტესტი საზოგადოების მხრიდან, რომ ეს მაპატიეთ ამ სიტყვაზე მარაზმი არ შეგვჩეს და ჩვენმა თაობამ არ დაუტოვოთ ეს ჩვენ მომავალ თაობას, რომლებიც ძალიან მარტივად გვეტყვიან, რომ სად ჯანდაბაში იყურებოდნენ მათი მამების და მათი დედების თაობა, როდესაც ამას აშენებდნენ. არავინ არ მოსთხოვს ვიღაც არაბებს რატომ ააშენეთ ასეთი შენობაო. მოგთხოვენ პასუხს ჩვენ, რატომ ეს ყველაფერი დაუშვითო და იქნებიან მართლები. და ჩვენ აღმოჩნდებით თაობა, რომლებაც ისიც კი ვერ მოვახერხეთ, რომ ღირებული რაც გვაქვს ამ ქალაქში შეურყვნელად და დაუნგრევლად გადაგვეცა მათთვის. და ვიქნებით ერთ-ერთი წარუმატებელი თაობა ჩვენი მომავალი შვილებისათვის. და მე არ მინდა ასეთი თაობის წარმომადგენელი ვიყო და ამიტომ მინდა რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა ამოიღოს ხმა ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩამოყალიბდეს ძალიან მკაცრი პოზიცია და ეს საზოგადოებრივი აზრი მერწმუნედ ყველაზე ძლიერი ზემოქმედების და ძალის იქნება ამ შემთხვევაში ხელისუფლების მიმართ თუ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ხელაწიფება აი ამ საშინელების გადატანა სხვა ადგილას ზემოქმედების თვალსაზრისით ეს იქნება ყველაზე ძლიერი საშუალება საზოგადოებრივი აზრი. ამ თვალსაზრისით მე ვთქვი ყველას, ვისაც ეს ხელაწიფება რომ ჩაუდგეს ამ საქმეს სათავეში, ამოიღოს ხმა და ძალიან მკაცრად გავაპროტესტოს ის რაც ბოლო ერთ თვეში დაემართა ყველაზე მნიშვნელოვან გამზირს ჩვენს ქალაქში. აი ეს რაც მინდოდა უცბად მეთქვა ისეთ ეს დამოკიდებულია იმაზე საზოგადოებრივი აზრი როგორ მოახდენს ფორმირებას და რამდენად ერთმნიშვნელოვნად მკაცრი პოზიცია დაფიქსირდება თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქისგან, უპირველეს ყოვლისა თბილისელებისგან, ვისაც ეს ქალაქი ტკივა და ვისაც ელემენტარულად აინტერესებს რა ხდება ამ ქალაქში და მისი ღირებულების შენარჩუნების სურვილი და ინტერესი აქვს. თუ ყველანი მოვახდენთ ელემენტარულად ძალიან მკაცრად ჩვენი აზრის დაფიქსირებას, ამ აზრის წინააღმდეგ წასვლა ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება. საჭიროების შემთხვევაში აქციებიც მოსაწყობი იქნება, პეტიციებიც, ხელმოწერებიც, ყველანაირი აქტივობა, რაც კი ხელს შეუწყობს აი ამ საშინელების შეჩერებას. ისეთ ასეთი მასშტაბის საშინელება დიდი ხანია საქართველოს არ უნახავს და იმიტომ რომ ასეთი თავხედობა მე თუ მკითხავთ რუსთაველის გამზირზე ბევრს არ უკადრია და ასეთი რამ წარმოიდგინეთ ეს არის დაახლოებით 40-50 მეტრით უფრო მაღალი ვიდრე ყოფილი ივერიის დღევანდელი რედისონის შენობაც კი და რედისონის შენობა რომელიც უკვე გასული არის რუსთაველის გამზირიდან პრაქტიკულად და ყოფილი რესპუბლიკის მოედანზე არის შესაბამისად უფრო დისტანცირებული არის გარკვეულწილად რუსთაველის გამზირიდან ეს პირდაპირ რუსთაველის გამზირს ასე ვთქვათ ძალიან მიჭერს სიტყვა ამშვენებს, ანგრევს პირდაპირ პროპორციულად. ოპერა ისეთი შეგრძნებაა, რომ ოპერა კი აღარ არის. ერთ-ერთი ლამაზი შენობაა, რომელიც შეიძლება პარკინგად არის მოწყობილი ან სასადილოდ ამ შენობისათვის. ანუ პრაქტიკულად აღარ ჩანს. აი ნახეთ, რომელ წერტილშიც არ უნდა დადგეთ რუსთაველის გამზირის, ყველგან ეს მონსტრი ჩანს. აღარ არსებობს, აღარც იმელის შენობა, აღარც ოპერა, ცისფერ გალერეაზე და რუსთაველის კინოთეატრზე და ვთქვათ, რუსთაველის თეატრზე საერთოდ აღარ არის საუბარი. ასე პრაქტიკულად თავარი დომინანტი ხდება აი ეს ამ შემთხვევაში ცათამბჯენი, რომელიც კიდევ ამბობ თავისთავად შეიძლება ძალიან ლამაზი და საინტერესო თანამედროვე შენობაა, მაგრამ დღეს რუსთაველის გამზირზე აი აქ არის სრული კატასტროფა. აქედან გამომდინარე კიდევ ამბობ, საჭიროების შემთხვევაში ყველა საშუალება უნდა იყოს გამოყენებული. ოღონდ კი ეს მარაზმი შეჩერდეს და მე მესმის რომ ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ ეს ჩვენი ვალია ჩემის აზრით და ეს ჩვენი რაღაც გარკვეული პასუხისმგებლობაა, ძალიან მაღალი ვალდებულებაა თითოეული თბილისელის რომ ეს საშინელება აქედან მოვაშოროთ, გადავიტანოთ ნებისმიერ სხვა თანამედროვე კორპუსები ან უბანში და გავალამაზოთ ის უბანი თანამედროვე ცათამბჯენებით და თანამედროვე ორიგინალური არქიტექტურით. და შესაბამისად ეს იქნება უფრო საინტერესო. რუსთაველზე ამის დატოვება არის კატასტროფა. იცით, პროკურატურამ პრაქტიკულად როგორ ჩანს, ყველანაირი საშუალება და ყველანაირი ბერკეტი დაკარგა გარკვეულწილად საერთაშორისო შესაბამის ორგანიზაციებზე ზემოქმედების, იქამდეც კი მივიდა საქმე, რომ პროკურატურა არც კი ჩააყენა საქმის კურსში ამ შემთხვევაში ინტერპოლის ხელმძღვანელობამ და ინტერპოლის შესაბამისმა ორგანოებმა, რომ ადეიშვილთან მიმართებაში ძებნის შეწყვეტას აპირებდნენ, იმის გამო რომ თურმე რომელიღაცა ქვეყანამ ჩვენ რომ არ ვიცით თან ტოლვილის სტატუსი მიცა ადეიშვილს, ჩვენ შეგვიძლია ვიმარჩიოთ romeli ქვეყანაა.
შესაბამისად ეს იმას ნიშნავს, რომ არათუ პატივს არ ცემენ საერთოდ და არავითარ ანგარიშს არ უწევენ ელემენტარულად ქართულ მხარეს. არც ჩათვალეს საერთოდ საჭიროდ, რომ ის საქმის კურსი ჩაეყენებინათ იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ქვეყნის ყოფილი იუსტიციის მინისტრი იძებნება წითელი ციρკულარით და საერთოდ ამოიღეს ის ამ პროცესიდან, ამ ძებნიდან. ჩემი აზრით ეს არის პირდაპირ პროპორციულად ერთმნიშვნელოვნად, რა თქმა უნდა, ძალიან არასასიამოვნო ფაქტი თავად ინტერპოლის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ, ერთმნიშვნელოვნად, მაგრამ მეორე მხრივ ალბათ ამას აქვს თავისი კონკრეტული საფუძველი და ეს ყველაფერი უბრალოდ ჰაერზე არ ხდება. და შესაბამისად ის რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს და არწმუნოს საერთაშორისო ორგანიზაციები, საგამოძიებო ორგანიზაციები, ინტერპოლი, საფრანგეთის სასამართლო, რომ ადამიანები, რომლებთან მიმართებაში საქმე არის აღძრული საქართველოში, ეს არის თქვათ იგივე ამ შემთხვევაში ადეიშვილი, იგივე კეზერაშვილი, ისინი ნამდვილად იმსახურებენ იმ სასჯელს, რომელზეც აქ საუბრობს საქართველოს პროკურატურა. როგორც ჩანს, ვერანაირად ვერ დაარწმუნეს ამაში, ვერ საფრანგეთის სასამართლო და ამ შემთხვევაში დღეს უკვე ვეღარც ინტერპოლი. იმიტომ რომ არ ვიცი ეს არაპროფესიონალიზმის ბრალია, უბრალოდ არასაკმარისი პოლიტიკური ნების ბრალია, არასაკმარისი, ასე ვთქვათ, ყურადღების ბრალია ამ საქმესთან მიმართებაში, ალბათ ყველაფერი ერთად. შესაბამისად, აი ამ უსუსურობის, ამ არასერიოზულობის, ამ საბავშვო ბაღის შემხედვარე საერთაშორისო ორგანიზაციები იქცევიან ისე, როგორც ეკადრება ამ შემთხვევაში იმ უწყებებს, რომლებიც არაპროფესიონალურად და არასათანადოდ აწვდიან ინფორმაციას მათ. და ისინი აკეთებენ ასე ვთქვათ სრულ იგნორირებას, რისი მაგალითიც ნახეთ ახლა ჩვენ უკვე ბოლოს ადეიშვთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან სამწუხარო. აწი მე ძალიან გამიჭირდება პროგნოზირება იმასთან დაკავშირებით, სულ თავი რომ მოიკლა საქართველოს პროკურატურამ და ყირაძე დადგეს რამდენად მოახერხებს ის, თქვათ, ამ გადაწყვეტილების შეცვლას და ზოგადად ზემოქმედების მოხდენას ინტერპოლზე. ძალიან გამიჭირდება ამის წკიცება. ალბათ უფრო ვერ მოახერხებს. მაგრამ არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ეს უკვე მათი პასუხისგებლობაა. ეს არის ის ქმედებები, რომელიც საზოგადოებას ძალიან ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენ ხელისუფლებაში ძალიან სერიოზული დეფიციტი არის, ძალიან ბევრი იმ საკითხისა, რომელიც ქვეყნის მართვას სჭირდება. იცით, დღეს ძალიან ბევრი მსჯელობა და მოსაზრება ისმის იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოხდეს და პანკისის ხეობიდან, არა მარტო პანკისის ხეობიდან, აქ საუბარი არის მთელი საქართველოს ტერიტორიიდან, იმიტომ რომ ვიცით, რომ აჭარიდანაც არიან წასული ადამიანები, ქვემო ქართლიდანაც არიან წასული ადამიანები. არ მოხდეს მათი აი ამ საშინელ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაქცევა. ერთი რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია რომ ძალიან სერიოზულად უნდა მოხდეს ადგილზე საზოგადოების აი განსაკუთრებით ამ რეგიონებში გააქტიურება იმ ახსნა-განმარტებითი სამუშაოების იმ ოჯახურ დონეზეც და საგანმანათლებლო დონეზეც და საზოგადოებრივ დონეზეც, მაგრამ ეს არ არის მთავარი პრევენცია სამწუხაროდ მაინც აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც ან იდეოლოგიური რაღაცა მოსაზრებების გამო, ან ფინანსური ინტერესის გამო, ან კიდე რაღაცა ინტერესის გამო, მაგალითად კონფლიქტი ექნება ოჯახში და გადაწყვიტავს გაქცევას და ამ შემთხვევაში ამას საუკეთესო ადგილად მიიჩნევს, მით უმეტეს საუბარია ძალიან ჩამოუყალიბებელ და ჯერ კიდე დაუღვინებელ ახალგაზრდებზე. აქ არის ძალიან კონკრეტულად სახელმწიფომ უნდა დასვას ჩემის აზრით ძალიან კონკრეტული წითელი ხაზები. ის ადამიანები, რომლებიც გავლენ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ერთმნიშვნელოვნად და რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ტერორისტულ ორგანიზაციებში, რაღაც საშინელ პროცესებში, მკვლელობებში და მოგეთ გახდებიან ტერორისტული ორგანიზაციების წევრები და ასე შემდეგ, მათ საქართველოში დაბრუნების უფლება აღარ უნდა მიეცეთ. ისინი საქართველოში უბრალოდ აღარ უნდა შემოუშვათ, იმიტომ რომ ისინი ხდებიან საზოგადოებისათვის, ჩემი აზრით, ძალიან საფრთხის მატარებლები. ისინი გამომდინარე იმ ტერორისტული ორგანიზაციის იდეოლოგიიდან, რომელიც იქ სუფევს, ხდებიან უბრალოდ ძალიან სერიოზული საფრთხის მატარებლები ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი გარემოსთვის ზოგადად. მაგრამ რა შეიძლება კიდევ ეს იმ ადამიანებს შეეხება, ვინც უკვე გავიდა და ჩვენ ვიცით, რომ ისინი ტერორისტულ ორგანიზაციებში არიან გაწევრიანებული. მათ შეეხებათ და ნუ დაიწყებს ნურავინ ინტერპრეტაციას ამ შემთხვევაში უკრაინასთან დაკავშირებას და ასე შემდეგ. საუბარია მხოლოდ ტერორისტულ უკანონო ორგანიზაციებში მონაწილეობის პროცესში. რაც შეეხება თვითონ ჩვენს ხელისუფლებას დღეს ძალიან ბევრი აქვს საფიქრალი იმასთან დაკავშირებით, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც აი ხა ბოლოს 17 და 16 წლის ბავშვები, რომ გადაიპარნენ საზღვარზე თუ
როგორ გაეპარნენ იქ მესაზღვრეებს და ასე შემდეგ. ძალიან სერიოზულად არის საფიქრალი, არა მარტო ის, როგორ მოხდა და გაიპარნენ საზღვარზე და როგორ ვერ შეამჩნია ეს მებაჟემ. არამედ ძალიან სერიოზულად უნდა ჩატარდეს გამოძიება, როგორ მოახერხეს 16 წლის ბავშვებმა სკოლიდან, პანკისის ხეობიდან წამოსვლა, თბილისში ჩამოსვლა, იქ თუ შემდეგ რომელი საბაჟოდან გადაიპარნენ, არ ვიცი, საფში ალბათ ხო, მე იქიდან ბათუმში ჩასვლა, შემდეგ ჩასვლა თურქეთში, თურქეთის გადაკვეთა, პრაქტიკულად მთელი თურქეთის და სირიაში ჩასვლა. ხო ხვდებით, რომ ამას ძალიან სერიოზული ფინანსური რესურსი ჭირდება. მილიონები არ ჭირდება, მაგრამ 1-2000 სუმცირე დოლარი ჭირდება, რომ ამ ხელა მოგზაურობა განახორციელოს 16 წლის პატარა ბავშვმა სკოლის მოსწავლემ, ხო? ხო ხვდებით, რომ ეს ფინანსური რესურსი ამ ბავშვებს არ ექნებოდათ. ვიღაცამ ეს ფული მათ მისცა. ან ვიღაცა საერთოდ ასე ვთქვათ, მეგზურობდა მათ სირიამდე. ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულად გავს ორგანიზებული ფორმის ასე ვთქვათ პროცესს. როცა არის ჯგუფი, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, უბრალოდ ახლა კონკრეტულად რა თქმა უნდა, არავის ეჭვი არ მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პროცესი გავს ორგანიზებულს, რომ არის რაღაცა ჯგუფი, რომელიც დაკავებულია ახალგაზრდების სირიაში გადაგზავნით, რაშიც ბუნებრივია სერიოზულ გასამრჯელოს იღებენ. ეს ერთმნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში 2, 16 და 17 წლის ბავშვი პანკისიდან სირიაში 2 დღეში ვერ ჩააღწევდნენ. თან წარმოდგენა არ აქვს, სად არის ეს თურქეთი, სად არის ეს სირია, რა გზით უნდა წავიდნენ, როგორ განახორციელონ ეს ამბავი და ფულიც რო არა აქვთ ადამიანებს. ხო ყველანი ხვდებით, რომ ეს შეუძლებელია. 16 წლის ბავშვები კი არა, ზრდასრული ადამიანები ვერ მოახერხებენ უფულოდ და მოუმზადებლად ასეთი ვთქვათ, მოგზაურობის განხორციელებას 2 დღეში. რომ დღეს პანკისში იყვნენ და ზეგ უკვე იმაში სირიაში. უკვე გამზადებულები საომრად თუ საბრძოლოდ თუ სასწავლებლად და შაჰიდის ქამრებით და დროშების ფონზე გადაღებული სურათებით. ხო ფაქტია, რომ ეს არის ორგანიზებული ამ შემთხვევაში პროცესი. ვინ აკეთებს ამის ორგანიზებას? რა ჯგუფები მუშაობენ? აი ეს არის გამოსაძიებელი. ეჭვი მაქვს, რომ შემთხვევითი ადამიანები ამას ვერ გააკეთებენ. და ამ მიმართულებით ძალიან სერიოზულად უპირველეს ყოვლისა გამოძიებასთან ამ მიმართულებით უნდა ითანამშრომლონ თავად პანკისის ხეობის მაცხოვრებლებმა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრმა პანკისის ხეობაში იცის რა ორგანიზებულ პროცესთან გვაქვს საქმე. იმიტომ რომ ასეთი საკითხები ასე არ იმალება. საზოგადოებაში ძალიან ბევრმა ამის შესახებ დარწმუნებული ვარ, რომ იცის. ამიტომ ძალიან სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი. ძალიან სერიოზული საგამოძიებო პროცესი, რომ ამ ყველაფერს ამ კუთხით მოუხდინოთ პრევენცია. წინააღმდეგ შემთხვევაში მერწმუნეთ, რომ რაცა უნდა აუხსნათ, განუმარტოთ, ვთხოვოთ, ოჯახებში ამაზე ესაუბრონ ბავშვებს, სკოლებში მთელი გაკვეთილები დაუთმოთ ამას შედეგი არ მოყვება, იმიტომ რომ ყოველთვის აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გასაქცევად იქნებიან მზად. უბრალოდ მათ უნდა იცოდე, რომ ამის საშუალება აქედან მომსპარი აქვთ და არავინ ამაში ორგანიზებას არ გაუკეთებს და თუ მაინც მოახერხებენ იქ ჩასვლას და ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობას, უკან დაბრუნების გზა ექნებათ გადაკეტილი. ეს არის ამ შემთხვევაში სახელმწიფოებრივი ინტერესის დაცვა.